Bonjour, მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელ ვიდეო დაგიბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და დღევანდელ ვიდეოში ვთამაშობთ Last Day on Earth. ისევ და ისევ და დღეს საკმაოდ ბევრი მისია გვექნება შესასრულებელი. პირველ რიგში, როგორც ხედავთ, ვარ პორტში, სადაც მაქვს ორი აი ესეთი გასაღები, რომლითაც შეგვიძლია პორტის კაუჭით ამოვიღოთ ზღვიდან განძი და ვნახოთ როგორი განძი შეგვხვდება დღეს და რა იქნება ამ განში. წავიდა პირველი. ამიტომ ნახოთ ახლა ეს პირველი ჩანთა. უნდა ავიღოთ, თორემ მეორე ჩანთას ისე ვერ გამოვიტანთ, დავდოთ აქ. და ესეც მეორე ჩანთა. ამ ჩანთებში დევს ყოველთვის განსაკუთრებული იარაღები, ტანსაცმელი აიტემები მოკლედ, რო ვთქვათ. განძის ამბავში რა. და ეხლა ორივე უნდა მივიტანო სახლში. კარგი, პირველი უნდა გავიტანოთ ჯერ პორტიდან, რომ მეორეს აღებად შევძლო, ამიტომ წავედით ჩოპერზე, მოტოციკლით ვარ მოსული. მივიტანთ სახლში, დავდებ დაზგაზე. თავარია დაზგას გაჩვენებ დაზგასაც სჭირდება რაღაც მატერიალები, რომლითაც ავამუშავებ და მე უნდა გაჭრას ეს ჩანთა და გაიხსნას. ისე ვერ გავხსნი ვერანაირად. ვიდეო დაალაიქეთ მეგობრებო და არხი გამოიწერეთ. ნახვები არა აქვს Last Day on Earth, მაგრამ რაც არის ეგ არის. ჯერჯერობით წავედით. ცოტა გავკარი იქ მოტოციკლი, მაგრამ არა უშავს, გავარემონტებ. ჯერჯერობით გვაქვს ენერგია და გავუფრთხილდეთ ბენზინს. ბოლო აპდეიტებიდან გამომდინარე, მარტივია უკვე რაღაც იმის რა ქვია, მატერიალების და ლუთის მოპოვება, ამიტომ ადრე ძალიან ძნელი იყო. ადრე უნდა გეწვალა რამოდენიმე თვე, რომ რაღაც აგეშენებინა, ან პროექტით აგესრულებინა. ეხლა ორი პროექტი მაქვს დაწყებული. ორივე ეს ნავი თითქმის ბოლოში ვარ გასული და ძრავის პროპელერს ვერ შოულობ. ერთი თეთრი არ მაქვს ამ თამაში გადახდილი, აი საერთოდ ხანდახან $1 UN-ზე ვყიდულობდი ხოლმე ძაღლებს. კურსორებსაც გაჩვენებთ. ახალი ძაღლები იზრდებიან იქ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რომელიმე true friend-ი იქნება და მერე უკვე I am Legend-ის vibe გვექნება მთელ თამაში. ფილმს ვგულისხმობ. ესეც დაზგა, ჩემო მეგობრებო, და აი ნახეთ, ახლა დაზგას ჭირდება 5 ლურჯი ზოდი. ეს არის მჟავა და ესეც ჰაერის ფილტრი. ჰაერის ფილტრს მე ძალიან ვუფრთხილდები, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ბოქსი უნდა გაიხსნას აუცილებლად. დაზგა დაიწყებს მუშაობას და ეს დაასრულებს 1 საათში. წავედით შემდეგი ბოქსიც მოვიტანოთ. ამის შემდეგ წავართ ბუნკერ ალფაში, სადაც მაქვს კიდევ საიდუმლო ოთახის გასაღები. აი ახლა დავტოვებ ამ ჩანთას. თუ დამადებინებს აქ. კი ბატონო, იმედია, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც განსაკუთრებული აი ამ თიც გულისხმობ მეგობრებო. 4 ცალი მაქვს აგროვებული, მხოლოდ 1 არის საჭირო, რომ ის კარი გაიღოს. ამიტომ საკმაოდ კარგ ამბავში ვარ. ეს ზედმეტი ნივთები უნდა დავტოვოთ ბაზაზე აუცილებლად და ნივთების შეგროვებაში თუ ვინმე თამაშობთ ამ თამაშს, აი აქ არის ფისუნია კატა. კატას აქვს
რანკი, ანუ 5 რანკი აქვს სულ და თითოეულ რანგზე რაღაცას გვჩუქნის თუ ვაჭმევთ. და კატის საჭმელი კეთდება აი აქ, რომ რანკი გაიზარდოს, მაგრამ აი ვერ ვშოულობ. სალმონი მაქვს მართლა 5 ცალი. აი სალმონით შემიძლია ეხა კატას გავუკეთო საჭმელი. უბრალოდ აი ამას მე მგონი მაილოს ვეღარ გავსდი მეც. ერთი მყავს მხოლოდ და შემდეგ კატას უკვე რანგს მოუმატებ იმედია. ჯერ იმედია შემდეგ კატასაც ავიყვან. შევძლებ რომ ავიყვანო და მერე ვიფიქროთ უკვე რანგის მომატებას. კარგი, მოკლედ ეს უნდა წავიღოთ აუცილებლად და ყვითელი კუპონით შეგვიძლია გავხსნათ. ანუ ყვითელი უпроსტად ჭირდება 25 ცალი, რომ ლუთი გაიხსნას. და ჩვენ გვაქვს ჩემო მეგობრებო აქაც 9 უნდა იყოს 17. იქ რეიდზე იმედია ავაგროვებ ეს 50 არ გვჭირდება, ეს გვჭირდება მხოლოდ 20. თუმცა დანარჩენი უკან უნდა დავაბრუნოთ. წავედით, მოკლედ ალფა გავლუთოთ შეძლების დაგვარად. 04 287 04 287. ხო, ენერგია აღარ მაქვს, ამიტომ მომიწევს ისევ წავიდე ბაიკით. ნოლოთხი 287 იყო ამ კვირის შესასვლელი პაროლი. პოლიციის გალუთვა არის კიდე ძალიან მაგარი, უბრალოდ ბევრი იარაღია საჭირო, მაგრამ თუ გაილუთა საკმაოდ რაოდენობის ლუთსაც შეაგროვებთ რა. აი ძაღლი მჭირდება, რომ ეს პულიმიოტი გამოვიტანო აქედან თუ რაც ქვია ამ იარაღს. და აბა თუ მახსოვს, სწორად 287 იყო მგონი. Nice. იმედია კარგ ლუთს ავაგროვებ ახლა. აი ესე და კიდევ აქ რაც შეგვიძლია არის იარაღის ინსტრუქციას, რომელსაც არ გაგვიხსნის, შეგვიძლია აქ მოვიტანოთ, შევაგროვოთ და ახალ ინსტრუქციას ავიღებთ, რომელიც აუცილებლად გამოგვადგება. ანუ არის ინსტრუქცია, რომელსაც არ ხსნის და არის ინსტრუქცია, რომელსაც იყენებ იარაღის განვითარებისთვის. იხსნება რა. ამიტომ თუ არ გაიხსნა, ბუნკერ ალფაში მოიტანეთ და ჯარისკაცებს ჩააბარეთ, მერე გაიხსნება აუცილებლად. დასაწყისი მომწონს, კარგია, იარაღიც ავიღე, ნახოთ გაგრძელება როგორი ექნება. ესეც მწვანე ლუთი, ყველაზე ლაითი რაც არის. მშვენიერი, გადასარევი ყუთია, ეხლა ესეც. წავიღოთ ისეთი ნივთები, რომელიც ასე თუ ისე დაგვჭირდება ბუნკერში. მაქსიმალურად უნდა ეცადოთ მეგობრებო, ვინც თამაშობთ, ლუთი გამოიყენოთ ოპტიმალურად და ტყუილად არ დახარჯოთ იარაღები. განსაკუთრებით ცეცხლსასროლი იარაღები, განსაკუთრებით, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია მათი შეგროვება. ფეხსაცმელი გვინდა ეხა, ფეხსაცმელი მე მგონი დავტოვე სახში და არ წამოვიღე ის გაფუჭებული ფეხსაცმელი, ამიტომ მომიწევს ჩავიცვა ახლები. კარგი, არა უშავს ამ ერთხელ არა უშავს. პრიორიტეტებად დაყავით ის ლუთი, რაც უნდა შეაგროვოთ. ამიტომ ყველაფრის წაღება სახლში არ არის საჭირო ნამდვილად. წავიდეთ მეორე სართულს კი გავლუთავთ მარტივი. ყველაზე მარტივი არის მეორე სართულის გალუთვა.
და ამ ვიდეოში ბარემ ესეც გავაკეთოთ. განძი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეხლა რასაც ველოდები თუ რა მომივა იმ განძში. 40 HP-იანი ზომბები არიან ყველაზე მარტივად მოსაშორებელი ზომბები, მაგრამ თუ ერთიანად გიწყამს ყველა, საკმაოდ რთულია. ბევრი მაკლდება ხოლმე. ესე არც ერთს არ ქონდა სამწუხაროდ ბილეთი და ეს დიდი ჯიგარი საერთოდ არ გვჭირდება რომ აგვეკიდოს. აი ყვითელი, არა. ყვითელი ბარათები არის საჭირო. ყვითელი ბარათი გვჭირდება რომ მეორე დონის ლუთიც გავხსნათ. ჯერჯერობით ვერ შოულობ. ექვსი ცალი ყვითელი ბარათი. მხოლოდ და მხოლოდ 6. ბუნკერში არ უნდა მოკლათ ისეთი ზომბები, არ უნდა ებრძოლოთ ისეთ ზომბებს, რომელთა ბრძოლა საერთოდ არ გვჭირდება. მაგალითად ეს 3 240 HP-იანი ზომბი, მათი მოკლა საერთოდ არ მჭირდება. და აქ შეცვლილა რაღაც 3 ადგილიდან არ გაზდიოდა ხოლმე ამ სართულზე გაზ. უბრუნდეთ და ისე ჩავარტყად ვერ მოვასწარი. იქ პოლიმიოტვას ვესროლა როგორც ჩანს. აბა ყვითელი, კარგია. 5 ყვითელი ბარათი დარჩა შესაგროვებელი. მხოლოდ და მხოლოდ 5 ცალი. რომ მეორე ლუთიც გაიხსნას და ბუნკერ ალფას გავანებებ ამ ეტაპზე თავს. ეს ძალიან მაგარია. არ არის. ხუთი ყვითელი ბარათი, ჩემო მეგობრებო, ვიდეო დალაიქეთ მეგობრებო, მანამდე სანამ მე 5 ყვითელ ბარათს ვიშოვი, იარაღიც აღარ მაქვს და მოდი აი ამით ვირბინოთ, იმიტომ რომ ცელი ცირველი დიდად კარგი არ არის, ცელია თუ რაც არის, რა ქვია ამას. კარგია. კარები გაიხსნა. აი ნახოთ ახლა გაასამაგებს და 182 დააკლო ჩვენს ჯიგარს. ზედა არ მაცვია, 4, 3, ყოჩა, კარგია, 3 ძალი დაგვრჩა. 3 ყვითელი ბარათი და წესით ვიშოვი 3-ვეს ახლა ამ სართულზე. მაგრამ მანამდე დავბრუნდეთ უკან და ჩავიცვა ზედა თორე მაისური თუ ბრონი თუ რაც ქვია. სამხედრო არა, ქურთუკი ყოფილა ეს და არა, ქუდი მეფაროს. ჯერჯერობით ქუდი უნდა მეფაროს. 3 ყვითელი ბარათი და მეორე დონის ყუთსაც გავხსნი. ორი სულ რაღაც 2 ცალი ბარათი დაგვრჩა.
სულ რაღაც ორი ბარათი. ვა. რატო არ გამომეკიდა? აი ეგრე ბიჭო. კი რა ხდება? წითელი ბარათი. წითელი ბარათი როცა მჭირდება, მაშინ არ არის ხოლმე. და ეხლა მომცა ეგრევე. ორი ყვითელი ბარათი, ჩემო მეგობრებო. ორი, მხოლოდ ორი. კარგია. ყუმბარა, მაგრამ ორი ყვითელი ბარათი მირჩევნია ეხლა. ერთი ყვითელი ბარათი, ჩემო მეგობრებო. აბა, მოუკლათ მაშინ ის გიგანტი. პირდაპირ ეგრევე წამოვიდა. აი მაშინ ერთი ყუმბარა გაუგდოთ ამას. ბიჭო აფეთქდი. ეგრე. ერთი, მხოლოდ ერთი, ამასაც წითელი ქონდა. წითელი 30 ბარათი არის საჭირო ყუთის გამოსატანად და ერთი ყვითელი ბარათი მაკლია. ერთი, აი ეგრე, ჯიგარ. წავედით მეორე დონის ყუთიც გავხსნათ და წავიღოთ შეგროვებული ლუთი სახლში. ეს გადმოვალაგოთ და მეორე დონის ყუთი სად არის? აი აქ არის. აქ უკვე ამოვა საკმაოდ კარგი რაღაცეები და შესანიშნავია. აი ეს ალუმინი არის ძალიან იშვიათად მოსაპოვებელი ნივთი. ძალიან მჭირდება სხვათა შორის და წავედით ეხა გადავალაგოთ რამდენიმე ცალი. აქ რაღაც დამიტოვებია როგორც ჩანს. აი მწვანე ბარათი. სამი ნივთის შენახვა შეიძლება ბაიკში და ამას შევინახავ ეხა უეჭველი. ჩაუბრუნდები და დანარჩენებსაც ამოვიდოთ. ამ შემთხვევაში სამის არა, ორის, მაგრამ არა უშავს. სამი ადგილი მაინც გავათავისუფლე. ვიდეოს ჩაწერა ამ თამაშზე არ არის მარტივი სხვათა შორის, იმიტომ რომ სტრიმზე უფრო მარტივია ამ ყველაფრის ჩვენება ვიდრე ვიდეოში. რადგან დიდი დრო არის საჭირო, რომ აი მინიმალური მისიები რო შეასრულო, საკმაოდ დიდი დროა მაგისთვის საჭირო. წავედით სახლში. რაც უგოებსაც გაჩვენებთ ბარემ. ეს ყუთი კარგია, მაგრამ ძალიან შორსა საჩამოვიდა. აბა სად არის ყუთი? აი აქ. წავედით სახლში. მისია არის აი ეს მეგობრებო. აქ გვიწერს თუ რითი უნდა ვებრძოლოთ ზომბებს, რომ მოგცეს დამატებითი გასაღები და ამ გასაღებს მერე ცვლით ყუთში. იცვლება ყუთებში 50%-იანი ისა აქ ფასდაკლება, მაგრამ აი არ ვიცი, ძალიან ძვირია ამათი. $11 კი მეძვირება ამ თამაშისთვის, რა თამაში ხო გააჩნია, მაგრამ ამ თამაშისთვის $11 გადახდა რა ქვია ამას? ერთწუთი 15 საათში მთავრდება თან. ნუ სეზონის ის არის რა. სეზონის როგორც PUBG Mobile-ში არის. RP ეგეთი არის ესეც. და $11 ხა სად PUBG Mobile მაგალითად და სად ეს თამაში. საკმაოდ ძვირია. მოდით კატას გავუკეთოთ ეხა სალმონი გვინდა ჩვენ.
10 ცალი უნდა მქონდეს და სად არის ჩემი ოქროს სალმონი? კი ბატონო, აგერ სალმონი 1 2 3 მე ეს და წყალი. სალმონი დავაბრუნოთ და წყალი. წავი და კატისთვის მზადება. როგორც წინა ვიდეოში გითხარით, მეგობრებო, თუ ვინმე მუყურეთ წინა ვიდეოს, აი ეს არის კატის სახლი და ეს არის ჩემი ცუგოების თავშესაფარი. საკმაოდ ბევრი ცუგო მყავს, აი ხა ვსდი კიდე რამოდენიმეს და იმედია რომ ბოლოს და ბოლოს True Friends მივაგნებ. და როგორც დაწერეს იწერება ხოლმე ჯგუფებში, უნდა მოამზადოთ რაც შეიძლება მეტი კერძი, რომ True Friends-ი იპოვოთ. აქედან გამომდინარე, როდესაც დაიწყებთ თამაში და გეყოლებათ პატარა ცუგოები, კერძებიც პარალელურად მოამზადეთ. ეს არის ჩემი მაილო, აი აქ ცხოვრობს და როგორც ხედავთ, დაზგა მუშაობს, არ ჩერდება. 39 წუთში მეწოდინება რა ამომივა ამ იმაში, რა ქვია, ყუთებში და ამასაც გაჩვენებთ და ისე დავასრულებ ვიდეოს. გადავიდეთ ახლა ალუმინი ძალიან მჭირდება თქო ვამბობდი და მჭირდება აი ამ კაბელის გასაკეთებლად. საკმაოდ რთულია ალუმინის შოვნა, ამიტომ აი აქ აი ეს კაბელი, ალუმინის კაბელი ჯამში გახდება 4 კაბელი და აი მანქანის საბრძოლო მანქანის აპგრეიდისთვის არის საჭირო 10. ანუ 4 უკვე ჩაგდებული მაქვს, 4-საც დავამატებ, მერე კიდე 2. საკმაოდ რთულია self-maintenance დააპდეიტება, საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ბევრი ისეთი ნივთი ჭირდება, რაც მარტივად მოსაპოვებელი არ არის. ეხლა კი მეგობრებო, უბრალოდ დაველოდოთ იმ განძის ყუთის გახსნას. ძალიან მაინტერესებს პირველ ყუთში რა ამოვა. ეხლა ვნახავ რამდენი წუთი არის და არა, ეს არ ვჭირდება. 34 წუთი არის დარჩენილი და მოდი ვეცდები დავსკიფო რეკლამით. ესეც ასე მეგობრებო, როგორც იქნა ვიშოვე პირველი პროპელერი, აი რატომ არის განძის ყუთი ნიშნულოვანი და იშვიათი რამე, რადგან ისეთი ნივთები ამოდის, მაგალითად აი ეს სენსორი, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ვეძებდი და ვერსად ვერ ვიპოვე და პროპელერი, რომელსაც ვერაფრით ვერსად ვერ ვშოულობდი. ეხა მე მგონი უკვე შემიძლია პირველი ერთი უпростоრად სად არის კაცო? აი ეს არა, ერთი ისე უმაკლია. ანუ 3 პროპელერი არის საჭირო, რომ ერთი იმის ნავის ძრავი გავაკეთო და ნავისთვის მჭირდება სულ 2 ძრავი. აი ნახეთ, 2 ძრავი მჭირდება ნავისთვის. რამდენი ხანია ვცდილობ ამ პროპელერის შოვნას. თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენი ხნის განმავლობაში აი ერთი მაქვს და მეორე ეხლა ამომივიდა იმ ყუთში. ესეც აქ დავდოთ და იყოს ერთმანეთის მიყოლებით. ვახ, როგორ გამისწორდა. მოკლედ, დღევანდელი ვიდეო, ჩემო მეგობრებო, ამით დასრულებულია. როგორც ხედავთ, აი იმედია აქაც ამომივა პროპელერი. როგორც ხედავთ, განძი არის უმაგრესი რაღაც და აი ამ ყუთების შესაგროვებლად გჭირდებათ ის გასაღები და გასაღების მოპოვება შეგიძლიათ პირდაპირ პორტში მისიების შესრულებით. იმედია ვიდეო მოგეწონათ. იმედია Last Day on Air-ს თამაშობთ და თუ თამაშობთ კომენტარებში ჩამიგდეთ თქვენი ნიკნეიმები და დაგამატებთ თამაში და დროებით ძალიან მალე დაგიბრუნდებით შემდეგი ვიდეოთი. შემდეგ ვიდეოში წესით და რიგით იქნება
სუპერმარკეტ სიმულატორი, რადგან მარკეტი თითქმის გამეყინა, არ მითამაშია დიდი ხანი. Adios amigos, მალე შევხვდებით.